შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში კიდევ ერთ პროექტს იწყებს. პროფესია პოლიციელი, რომელიც წარმოადგენს ახალ კამპანიას, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა და მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაცია. შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად ახალი კამპანიის პროექტი სასკოლო საზოგადოებას შსს აკადემიაში წარუდგინა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება პოლიციის საქმიანობასა და პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ღონისძიების ფარგლებში მინისტრებმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად სპეციალურად მოზარდებისთვის აკადემიის ტერიტორიაზე მოწყობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტენდები დაათვალიერეს და სიმულაციურ აქტივობებს დაესწრნენ. აღნიშნული აქტივობები ხელშეუწყობს ახალგაზრდები დაინტერესდნენ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და საბოლოოდ ჩვენ მიზანი გვაქვს რომ საგამოძიებო ინიციატივა დავაინიცირეთ და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია იქნება პროფესიული უმაღლესი, სადაც მომავალი თაობა შეძლებს დაეუფლოს სხვადასხვა პროფესიებს. ვეწვიეთ პოლიციის აკადემიას, სადაც სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები არიან წარმოდგენილი, მათ აქვთ საგამოფენო სივრცე წარმოდგენილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა რომ გაეცნონ იმ ძირითად მიმართულებებს, ასევე სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებებს, რომლითაც პოლიციის სხვადასხვა დანაყოფები ახორციელებენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ყველაზე მეტად ალბათ ჯერჯერობით მომიწვია სასაზღვრო პოლიცია და საზღვაო პოლიცია, ანუ ასევე როგორ ადგენენ რადიაციას, რო იგებენ რადიოს სხვადასხვა როგორ იყენებენ სხვადასხვა ხელსაწყოებს. განსაკუთრებული მოწონება გამოიწვია ჩემში 112-ის კუთხემ და საგამოძიებო კუთხემ, სადაც კრიმინალისტმა დეტალურად აგვიხსნა ყველაფერი და ამომწურავ ინფორმაცია მოგვაწოდა, ასევე 112-ის სტენდთან მდგარმა გოგონამაც გაგვაცნო აპლიკაციის მოხმარების წესები.